მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 24 დეკემბერია, ოთხშაბათი, ეთერში ერთძლოვნების დილა. გეგინი მსიწვერიძესთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დილა მშვიდობისა, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას და შევეცდებით საინტერესო რადაცემა შემოგთავაზოთ. ნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი, რავიდოთ ვის ხსენიებს დღეს 24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 24 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს საქართველოში წამებულ ყველა წმინდანს, ღირს დანიელ მესვეტეს, წმინდა მოწამე მირაქსის, წმინდა მოწამეებს აკეფსეს და აითალა დიაკონს, ღირს ლუკა მესვეტეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფარო სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენ გადაცემის ანონსს. ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. შემოგვერთდება ნაძალოდებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ინიციატივით 17 და 18 დეკემბერს გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები, რომლებიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. 17 დეკემბერს გამართული კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის პროფესორ სერგო ვარდოსაინძის მიერ, ხოლო მეორე კონფერენციას ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვერთდებიან თბილისის სასულიერო აკადემიის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოდნე ჩხეიძე და თეოლოგიის დოქტორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ირაკლი ორჟონია. 22-23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია. ოკუპირებული აფხაზეთი, კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები. ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლის თავს. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის მხარდაჭერით და საპატრიარქოს უწყებათა ელექტრონული მომსახურების სამსახურის ორგანიზებით. თემაზე სასაუბროდ გადაცემის დასკვით ნაწილში შემოგვერთდებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ნონა ქარაია და ისტორიის დოქტორი პროფესორი ლია ახალაძე. საინტერესო გადაცემა გეულდებათ, ახლა ვნახოთ ამდის პროგნოზი და ერთად შევიტყოთ, როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით.
დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთდა ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილომშვიდობისა მამა ირაკლი. დილომშვიდობისა. მოგესალმებით და გილოცავთ ყველას დღევანდელ დიდ დღესასწაულს. დღეს მოგეხსენებათ არის სრული მოხსენები თქვა კალენდარში როგორც არის ყოველთა წმინდათა საქართველოში წაემბულთა ღირსთა მამათა დედათა ხსენების დღე და შეგვეწევს მათი ლოცვა მადლი მეუხება ჩვენ ოჯახებს და სრულად საქართველოს. დიდი მადლობა ჩვენს დიდი სიყვარულით გილოცავთ მამა ირაკლი. საქართველოში წამებული ყველა წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავთ, როგორც თავად ნახსენეთ, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში. ბუნებრივია დღევანდელ დღეს ვეხმიანებით ჩვენი მთავარი სასაუბრო თემით. პირველ რიგში დღევანდელი დღე, რომ ავხსნათ მისი მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანი დღეა დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და რატომ ვლოცავთ ამ დღეს ერთმანეთს მართლმადიდებელი ქრისტიანები. დიახ, უნდა ვიცოდეთ, რომ მადლობა ღმერთს პირველივე საუკუნიდან რა წამსაც მოციქულებმა იქადაგეს ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს სარწმუნოება და არსეს ეკლესიები. იქიდან მოყოლი 21 საუკუნე გავიდა და ფაქტიურად მადლობა უფალს, რომ როგორც გიორგი მთაწმინდელი შემდგომ ბრძანებს 10 საუკუნით დაახლოებით შემდეგ რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობია, აღარასცა და უარ გვიყვებეს არ და მიდრეკილდას ნათესავი ჩვენ არც მარჯვენა არ მარცხნის ყოველდღე თვის დარჩა ერთგული ამ გზისა და რას გულისხმობ რომ ფაქტიურად საქართველოს ისტორია ეს არის საქართველოს ეკლესიის ისტორია და ამიტომაც კალენდარში შეტანილია დღევანდელი წმინდანების დღე განაპირობა დღევანდელი დღის დაწესება იმ ობიექტურ მიზეზმა რომ ფაქტიურად შეუძლებელია ჩამოთვალო ადამიანების სახელები და ასე რა თქმა უნდა შეუძლია ჩამოთვალო მათი ღვაწლი იმდენად დიდია, იმდენად ბევრია, ვინც აი პირველი საუკუნიდან მოყოლებული იღწოდა უფლის სარწმუნოებისათვის, უამრავ ადამიანი თავსდებდა ურჯულოვთან ბრძოლაში სარწმუნოების დაცვისათვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. ასე უამრავი ადამიანი მოღვაწეობდა მონასტრებში, კელიებში, განდეგილულ მოღვაწეობაში, ყველანაირი სფერო საქართველოში ცოცხლობდა და ცოცხალი დღესაც მადლობა ღმერთს, მრავალი ღირსი დედა, ღირსი მამა, რომელმაც სული განეწყვიტეს თავისი მოღვაწეობით და ამიტომ შეუძლებელია ეს სათითაო ჩამოთვალო თან ჩვენ არც გვაქვს ისტორიული წყაროები შემორჩენილი ბევრის და რატომაც თავისი ობიექტური ახსნა აქვს. უხსოვდა და მოყოლული მტერი როცა აუხრებდა ჩვენს ქვეყანას მიზანმიმართულად ანადგურებდა იგი საეკლესიო და საერო ჩანაწერებს. აქედანაც თვალსაჩინო ხდება თუ ვისგან იყო ეს აღძრული მტერი, რადგან იგი არ კმაყოფილებოდა მარტო გაძარცვით ეკლესია მონასტრებისა თუ სიწმინდების დატაცებით თუ სიმდიდრისა თუ ყველობით და ძალადობით მიზანმართულად ანადგურებდა ჩანაწერს. რატომ? ის იყო ეშმაკიდან აღზრული მტერი, რომ ეშმაკაც კარგად იცის, რომ ერს პიროვნებას, რომელსაც დაუკარგავ წარსულს არ ექნება ისტორია, მას არ ექნება მომავალი. და უამრავი ასეთი ჩანაწერები განადგურდა, თორე რა თქმა უნდა ჩვენი ერი ყოველთვის უფასებდა თავის მამულიშვილებს, თავდადებულ მოღვაწეებს, თავიანთ დამსახურებას, ინახავდა მათ ცხოვრებას. რადგან რეალურად მათმა ღვაწლმა მოიყვანეთ ჩვენც აქამდე. მაგრამ განადგურდა მიუხედავად იმისა, რომ შემოგვცა ჰაგიოგრაფიული ძეგლები, შემოგვცა გარკვეული ისტორიული წყაროები და ცოტა პარადოქსია, მაგრამ სხვა ენაზე წარმოებული წყაროებსაც ჩვენ ვეყრდნობთ, მაგრამ მაინც შეუძლებელი და დიდია ეს მოცულთი, ამიტომ ეკლესიამ გადაწყვიტა და აიღო ესენი სახე ნიმუშად ქართული წარმოშობის სახელები მამაკაცთა და დედაკაცთა, რომლებიც საერთოდ ქართული ისტორია ამ პერიოდში იხსმარებოდა არქმევდნენ ადამიანებს და ამიტომ შედგა მათი საერთო მოსახსენებელი. და შუბაბიორ მაისო დღეს ძალიან ბევრი ქართველი წმინდანის ხსენების დღეც არის, ანგელოზის დღე, ესე რომ ვთქვათ. ესაგების შემთხვევით ულოცავ. აი კერძოდ ხა რა თქმა უნდა ჩვენ ახლა სოფიოს, გიორგის, ირაკლის არ გვაქვს მაგის როგორ ვთქვა ნაკლებობა რომ საერთო დღეში ხო ჩვენი ხსენება ცალკე არის ჩვენი წმინდანების ხსენება, მაგრამ არიან სახელები რომლებიც მაგალითად გავრცელებულია საქართველოში ლევანი, ავთანდილი, ლაშა, გოჩა, ვთქვა, თეიმურაზი, ბექა ასე შემდეგ, რომელსაც ცალკე დღე არ აქვს წმინდანის. ამიტომ აი ეს კრებცეთა შეყვალი მათი სახელები დღევანდელ მოსახსენებაში ქალბატონები რუსუდანი, თინათი, ნესტანი, ძირძველი ქართველი სახელები დღეს კი ცოტა ნაკლებად არ ქმენ, მაგრამ მათი ხსენება არის დღეს და ამიტომ ულოცავთ ყველას და დღეს მთლიანად აი ამ სეთ სახელების და ყველა ქართველების ანგელოზის დღეა, ვისაც ცალკე ფაქტურად წმინდანი არ აყავს. თუმცა მათ შორის იქნებოდნენ ირაკლების, გიორგების და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც განსაკუთრებით ეკლესიამ ეს დღე დააწესა, რომ არ დაჩნენ მოხსენების გარეშე ჩვენ დიდი წინაპრების კრებსითად და ანგელოზის დღის გარეშე დღევანდელი ქართველებიც. დიახ, წამებულ წმინდანებზე ვსაუბრობთ მამა ირაკლი და სამწუხაროდ ბევრი გვაქვს ასეთი ფაქტი ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღეს ღმერთის სიყვარულის გამო.
დღევანდელ რეალობაში საბედნიეროდ იგივე მსხვერპლშეწირვა აღარ გჭირდება, რომ ღმერთის მიმართ სიყვარული გამოვხატოთ და დავანახოთ საზოგადოებას. პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა დავინახოთ ეს სიყვარული ბუნებრივია ღმერთისა და მოყვასის მიმართ. როგორ გამოიხატება დღეს ღმერთის მიმართ სიყვარული? თანამედროვე ცხოვრებაში რა არის იმისათვის საჭირო, რომ გააკეთოს ადამიანმა ღმერთისა და მოყვასის სიყვარულისთვის? დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა არის მოცულობით. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელ დროში განსხვავებულია სხვა კონტრაქტი აბსოლუტურად მაშინდელი მდგომარეობისა და იმის დაიმედება, რომ დღეს თქვა ხლიანი მტერი არ გვებძვის, ასე არ მოგვიტანს ჩვენ სიკეთეს. უნდა ვთქვათ, რომ დღეს სხვა დროა არის ზედროული უფალი იესო ქრისტეს მოძღვრება, რომელმაც თავის წმინდა სიტყვებით გვასწავლა, რომ მოგვიწოდა ყველა ქრისტიანს, ყველას მოწაფეს უთხრა, რომ შეიყვარულნა უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა, ყოვლითა ძალითა, ყოვლითა გონებითა შენი და მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. ეს მცნება და დავზენოთ უფალი აქვე ბრძანებს, რომ ესაა პირველ და უმთავრესი მცნება და ყოველი მცემა მასზე და დაშენებული არის. ანუ ის გვამდა, რომ ჩვენმა წინაპარმა, რომელცა ქრისტეს სახელის შესახებ შეიტყო მოციქულთა ქადაგებიდან, აი ესეთი სიყვარული გამოვლენა, ისე შეიყვარა მაცხოვარი და მისი მოძღვრება, ისე გაუხსნა გული, როგორც ილია შემდეგ იტყვის, რომ გული განიბნია, გაიღე ქათუნა გულზე აუშენა ტაძარი ღმერთს. მართლაც შეიყვარა ღმერთი ყოველთა გულითათვის, ყოველთა ძალითათვისითა. და ამ სიყვარულმა სწორედ გააკეთა ის, რომ ჩვენ ყავს ამდენი თავდადებული მოწამე თუ ღირსეული მამულიშვილი. და იგივე ხდება დღეს ამ ცნებას და ამ უფლის სიტყვას არ გავავა და არასოდეს საერთოდ ქვეყანა წარხდებენ და უფლის სიტყვები არ წახდება და არ გადავა მოგეხსენებათ. ამიტომ დღესაც ჩვენ ყველას გვაქვს ამის საშუალება კი არა, ამის აუცილებლობა. რადგან რატომ იხოცებოდა ჩვენ წინაპარ, რატომ იბძოდა, რატომ ებძოდნენ, რომ გვეცილებოდა მტერი სწორედ ამ სარწმუნოებას. დღესაც არის სარწმუნოების დაცვის აუცილებლობა. დაცვა რა სჭირდება? თუ ჩვენ არ გადავასხვაფერებთ უფლის მოცემულ ჯულს, ჩვენ თუ მცნებებს დავიცავთ, კი არ დავარღვევთ, არამედ დავიცავთ და უფლის გზით ვივლით, ეს ძალიან დიდ სულიერ ბრძოლასთან დაკავშირებული და არა მარტო, არამედ ყოფიერთან. რადგან ისე ალბათ არასოდეს არ გამოცხადებულა თავისი სისავსით პავლე მოციქულის ნათქვამი გაფრთხილება ქრისტიანებისადმი, როგორც დღევანდელ დღეს. რას გულისხმობ, რომ პავლე მოციქული ქრისტიანებს გვაფრთხილებს, გვასწავლის, მოძღვრის, რომ მთელი ცხოვრება ქრისტიანს აქვს დაუსრულებელი ბრძოლა, სანამ უკანასკენ ამბავშვენავ, სანამ ცოცხალე ბრძოლა ამ სოფელთან, ბრძოლა საკუთარ ხორცთან და ბრძოლა ეშმაკთან. ეს ყველაფერი ხა სულად ცხოვრო დამეთანხმებით დღევანდელ დღეს თვალსაჩინოა, აი ეს უდიდესი ბრძოლა, უთანასწორო ბრძოლა ქრისტეს მიმართ, ასე შეიძლება ვთქვათ, არც ერთ პერიოდში არ ყოფილა. ამიტომ დღესაც ბრძოლა არ აშენოს ქრისტეს, არ უნდა შეაშენოს ქრისტიანს და თავი ამოსავალი წერტილი არის, უნდა შევიყვაროთ ჩვენ უფალი ღმერთი ჩვენი, მთელი გულით, ჩვენი გონებით, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს ჩვენ დიდ მას, დიდ ძალას, დიდ უნარს იმისა, როგორც მოქონა წინაპრებისთვის, რომ ამ სარწმუნო დაცვისათვის შეიძლება მარტო დავთმოთ კი არა რიგითი სიამოვნებები თუ ხორცელი ნებები თუ სურვილები, არამედ კიდეც თავით გავწიროთ ჩვენი სიმტკიცის დაცვის გამო ქრისტიანობის სარწმუნოების კუთხით. დღევანდელ დღეს შეიძლება თავგანწირვას ესე პირდაპირ სიცოცხლის დათმობით არავინ არ გვემუქრება, ასე ვთქვათ, მაგრამ და არ გთხოვს, მაგრამ ძალიან რთული არის დღევანდელ დღეს ყოფა და ცხოვრება, მით უფრო მაშინ, როდესაც წინა პლანზე არის წამოწეული ადამიანის ბჭყალებში ჩასმული თავისუფლება, თავისუფლების ქვეშ ამოფარებული ძალიან ბევრი სხვა ქვეტექსტი, იგივე არაერთი ვთქვათ დამოკიდებულება საკუთარი სივრცის შესახებ, ინტერესების შესახებ და პატარაობიდან მოყოლებული კი ნამდვილად ასეა, უნდა ისწავლოს ყველამ თავისუფლების გააზრება, მაგრამ აქაც არის რა თქმა უნდა არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ გადაცემის მეშვეობით, რა არის ნამდვილი და სწორი გაგება თავისუფლებისა, ხო? და აი ამ ყველაფრის უკან საკმაოდ ბევრი რამ იმალება და სამწუხაროდ ეს ცოდვებიც ისე ლამაზად არის შეფუთული, თითქოს მისაღები არის დღევანდელი ახალგაზრდობისათვის, რაც უფრო სამწუხარო არის თავისთავად. როგორ უნდა მოხდეს მამა ირაკლი ისე, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტად შევაგონოთ, ვთქვათ, დავანახოთ რეალური სახე თავისუფლებისა და ამ ყველა სხვა დანარჩენი ცოდვები, რაც ასე მომრავლდა დღევანდელ დღეს, გავფუთოთ და სრული სახე დავანახოთ, თუ რა საშიშროების წინაშე შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ. დიახ, რა თქმა უნდა ეს პრობლემა არის, ყველას გვაწუხებს და დავესესხებით ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია მეორეს, რომელიც ძალიან დიდი წლების წინ არაერთ ეპისტოლეში მოგვიწოდებდა მის პირად ქადაგებებში, გვახსენებდა ქართველებს ჭეშმარიტად
მართლაც მეორე ილია, როგორც თავის პერიოდში ილია ჭავჭავაძემ გააკეთა, რომ სამი ღირებულება ქართველის ეს შენდობას ვითხოვს, შეიძლება გავკადნიერდე რაღაც ძალიან პატრიოტულად და ნაციონალისტურად არ გამომივიდეს, რომ მარტო ქართველისთვის ეს არის განსაკუთრებული ამხრივ. ჩვენ ისტორიას ღაღადებს, რომ პატრიარქი გვაუწყდა, რომ სამი ღირებულება უმთავრესად ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. თუ ეს სამი ღირებულება არ არის ადამიანის თვის უმაღლეს დონეზე აყვანილი, შემდეგ სხვა სფეროში, სხვა ბრძოლაში, სხვა ღირებულებში წარმატება მას ვერ ექნება. რომ გქონდეს ის ფასეული ვერ ექნება, მის სულის ხონებას ეს ვერაფერს სარგებლებს ვერ მოუტანს. და ეს ღირებულება სამი რომ თავის სიმაღლეზე იდგეს და პიროვნებაში დიდი გავლა იქონიოს, ამაში მოღვაწეობაში სამი ინსტიტუტი უნდა იყოს ჩართული. აქვთ პატრიარქი მოძღვრავს, გვირჩევს, გვასწავლის, გვიხსნის დეტალურად აქვს მას არაერთხელ ეს ახსნი. ეს არის ოჯახი, ეკლესია და სკოლა, ანუ სასწავლო დაწესებულება. იქვე დასცენს პატრიარქი, შეგახსენებთ, რომ ამ სამი ინსტიტუტიდან თუ ერთ-ერთი მაინც თავდადებულად არ მოღვაწეობს ამ თემაზე, მაშინ შედეგი არ იქნება დამაკმაყოფილებელი. ნახეთ, თუნდაც და მე ხსნიდა პატრიარქი მაგალითებდა, თუ ოჯახი შეიძლება იყოს მორწმუნე, მაგრამ თუ ის ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეკლესიაში ბავშვმა დაიწყოს არ აღიზარდა, მარტო ოჯახის ეს პატრიოტული სულისკვეთება მას ვერ მოუტანს დადების შედეგს. შეიძლება ორი ინსტიტუტი, ეკლესია, ოჯახი ამხრივ ცხოვრობდეს, ამხრივ უწოდეს, მაგრამ თუ მას ხელი არ შეუწყოს სწავლა-განათლების სისტემა, შედეგი არ იქნება. ამ დროსაც დამყოფილდები და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ნენელა ღვთისმადით უბრუნდებით აი ამ ჩვენ ძირძველ საწყისებს. ოჯახი არ არის სახებრივი მდგომარეობა, მაგრამ ასე თუ ისე მადლობა ღმერთს არის იმედის მომცემი ქრისტიანული ოჯახები. ჩემ რეოშიც მადლობა ღმერთს ძალიან ბევრი ეკლესიის რეოში ოჯახი დადიან, ეს არის უდიდესი სიხარული. და ცალკე პრობლემაა, როცა თქვა ერთი ოჯახის წევრი დადის და მე დრო უნდა სანამ მეორე მოვა თქვა ერთი მეუღლე, მერე შვილე. და არიან საკმაოდ მრავლად ოჯახებით ცხოვრობენ უკვე ეკლესიურად, რაც თავისთავად ნიშნავს, ისინი ოჯახში ლოცულობენ. რადგან თუ ადამიანი ქართულს ღმერთი წამს, მას აუცილებლად სამშობლოც უყვარს, რადგან შეუძლებელია, როგორც ქართულმა წინაპარმა წამოთქვა, როგორც ღმერთი უფალი ერთია ქვეყანაზე და ქართველისთვის ეს ამას მარტო ქართველი მიხვდა და ესე გამოთქვა დიდებულად. ოჯახშიც ამხრივ უნდა ცდილობდეს, იმედი გვაქვს ცდილობენ და მაგრამ ამას ვერ უწყობდა პირდაპირ ხეს სასწავლო დაწესებულების განათლების სისტემა და მადლობა აღმოჩნდა რომ ამხრივად დიდი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო პერიოდში და სკოლებში შევიდა ამხრივ განათლება ღირებულებითი განსაცდელს ესაუბრებიან მოსწავლეს ღმერთს სამშობლოს პატრიოტულ სულისკვეთზე ძალიან კარგია და აუცილებლად ეს შედეგს გამოიღებს. და ცოტა პარადოქსია გვიკვირდა ჩვენს გულისკენ დაღვნიშნავდით რომ წარმოიდგინეთ თქვენ ეს ყველაფერი გარდა ერთ ინსტიტუტისა მოგვარებული იყო ათეისტურ პერიოდში ოჯახი და სკოლა. ბაღიდან იწყებოდა ჩვენს ეს პერიოდი პოსტკომუნისტურ პერიოდის შვილები ვერ გავედო ბაღში პირველ გაგვეკეთვიზე პირველ ლექს გვასწავლდნენ სამშობლოში. ასევე სახლში სამშობლოზე დედაზე სკოლაშიც უამრავი ლექსები სამშობლოზე შევისწავლეთ გაკვეთილები განაცხადეთ თვითონ ეს პროგრამა დატვირთული იყო პატრიოტული თხზულებებით ლექსებით ოჯახიც ასე თუ ისე ყველა ქართული ადრესით ხო ტრადიციით მაგრამ თავარი მას ღერძი არ ქონდა ეკლესიაზე დაფუძნებული და ორიენტირი და ამან ვერ მოიტანა შედეგის რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი ქართველიერი იმსახურებს და მოელისგა ჩვენგან ღმერთი ამიტომ აუცილებლად სამი ინსტიტუტი იყოს ამას ჩაბმული თავდადებულად და პატრიარქი როგორ ბრძანებს ისე კი არა რომ მოლეს მოხდის მიზნი და როგორც შემილია როგორც თავდადებულად რომ შედეგი პიროვნება შედგეს ქართველი მართლმადიდებელი მორწმუნე. და თავისთავად ეს ყველაფერი შობს უკვე მოყვასის სიყვარულს ხო თავისთავად რაც ჩვენი სასაუბრო თემა არის დღევანდელ დღეს. არ დაგვრჩის ყურადღების გარეშე მინდა ხაზი გაუსვა ქართველი ადამიანი ქართველი ძალიან გამორჩეულ თვისებას რომ აი ეს მოყვასის სიყვარული გაფორმად შემთხვევით როდი ბრძანა რომ გიყვარდეს უნდა მოყვასია ქართველისთვის ყველა რადგან ღვთის ხატია გამართოთ რასისა სქესისა გნევას ეთნიკური წარმომავლობისა და აი ქართველს შეეძლო მტრის სიყვარულიც კი რა თქმა უნდა ჩვენ მრავალ თანასწორ ბრძოლაში მონაწილეობთ არაერთი ტერიში შემოგვდომია შეიძლება მაგრამ ამას სიზულის როდი ქონდა ტექსტა და ქართველი სურვილი კი არ იყო პირი ყოველდღე ქართველს ზულდა და ეჯავრებოდა გრევა სისხლი პრობლემა თავის თავზე ქონდა ეს გამოცდილი და სულ ამიტომაც იყო რომ სულ მშვიდობას უსვევდნენ ერთმანეთს მისცემის ფორმატაც კი მაგრამ მას უწევდა თავდაცვითი ბრძოლების წარმოება თავდამსხმელი არასოდეს არ ყოფილა და სხვისი არ მოსდონას თავისი ახსნას თუ გვექემად რომ ვისაუბროთ მაგრამ რასოს მეხას რომ მას მტერიც კი უყვარდა და აი ეთნიკური ნიშნით ქართველს არავინ არ შეუძულებია ამიტომ უამრავ მაგალითები ქონდა ისტორიაში დღესაც გვაქვს მაგალითად ჩვენს გარშემო
და ზოგადად ისტორიულადაც არც ერთ მეგობარი ჩვენ არ ყოლია, არც ერთ მორწმუნე, არც სხვა ჯურისპირ თუ მეტეს სტრატეგიული მოკავშირე, ყველა ჩვენი მტერი იყო და ყველა თავისი სისხლიანი კვალი დატოვა ჩვენს ისტორიაში, რომლებიც დღესაც ჩვენს გარშემო ცხოვრობენ, მაგრამ ეთნიკური ნიშნით ქართველს არავინ არ შეძულებია, არც დღეს იყო ვერთმა გვაშოროს პერიოდში ომის გადავიტანეთ, მაგრამ ეთნიკური ნიშნით აქ არავის ქვეყნის და ერის წარმომადგენლის არაფერი არ დაუშვი, იმიტომ რომ ამ ერის წარმომადგენელი იყო და ახერხებდა ქართველგაზი ოდითგან მათთან ურთიერთობას, მეგობრობას, ვაჭრობას, თანაცხოვრებას, მშვიდობიანად ამ კუთხით ეთნიკურად მას ადამიანი არ შეუძლებია და ამიტომ ასე ეთნიკურად ადამიანი შეძული, იმიტომ რომ ის ჩვენ ისტორიული მტერია, ეს არ არის ქრისტიანული, ეს არ არის ქართველის წესი. თუ ბრძოლა თუ შეგვეცილება, როგორ არის შესანიშნავი ლექსში, რომ სამშობლოს არ ვისწავლოთ და ნუ შეგვეცილება. კი არა, შეიძლება ქართულ შეგვეცილებიან, მზად არ ქართულს პასუხი რიგით შესაძლოა გასცეს მტერს. ბოლო-ბოლოს შეაგდეს მაინც. ასე იმის შიშით, რომ ჩვენ რომელიმე მტერი დაგვეუფლება, დაგვამარცხებს, გადაგვაგვარებს და მოგვერევა ამის შიშით ეთნიკური სიძულის გაღვივებას არ არის ქრისტიანული და არც ქართული წესი და იდენტობა. არასოდეს არ ყოფილა და იმიტომ. მამა ირაკლი, როგორც ბრძანეთ, საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყოველთვის იყო და არის ბრძოლა მართლმადიდებლობის ქრისტიანობის წინააღმდეგ და სამწუხაროდ კიდევ იქნება ხომ სამომავლოდაც. თუმცა აი ეს არის სწორედ საკითხავი, სამწუხაროა თუ საბედნიერო, როდესაც არის ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და რა კუთხით. ეს რამდენად აძლიერებს მართლმადიდებელს საკუთარ წვენაში ჩამოყალიბების გზაზე, რამდენად გვიმარტივებს გზას იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად დავიჯეროთ ქრისტეს არსებობის, ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის და საკუთარ წვენაში მყარად ვიყოთ. დიახ, ჩვენ გვავიწყდება სამწუხაროდ ძალიან მარტივ ჭეშმარიტება, არაფერი ადამიანის თავზე, არათუ ერის ქვეყნისთან, ჩვენნაირი ქვეყნის თავზე შემთხვევით არ მოიწევს და არც ვინმე სურვილით ან ვინმეს მანმონდომობით ღმერთისგან არის ან დაშვება, ნება ან განგება ვიცით ხო? და ნებისმიერი პიროვნული ცხოვრება ჩვენ გამოგვიწია განსასწრებით, როცა გვიწევა, ჩვენი ცოდების შედეგია. განსასწრელი არის კაცობრივ, მისი ფორმა, მისი სახეობა, მისი სირთულე. თუმცა ღმერთის გვეწევა გამოგვიყვანოს, ხო და დღეს როცა საუბრობთ, აი განსასწრელი არ მოვიდეს ქვეყანაზე რაღაც მუქარა გამოჩნდება ჰორიზონტზე რაღაცა არასახარებო პერსპექტივები, ამის ქრისტიანს არ უნდა ეშინოდეს. ასეთი მიდგომა როცა ღმერთმა გვაშოროს, ყოველთვის ქრისტიანი განსასწრეში მოწენულში უკვე, არათუ მოწევნადში ღმერთს გადადანაშაულებდა ან მეფის ჩვენ ყოველთვის მეფე ყავდა საბედნიერო და მედია გვეყოლება მეფის პოლიტიკას კი არ განიკითხავდა, კი არ უწუნებდა, კი არ უჯანყდებოდა, კი არ უპირისპირდებოდა, კი არ ებუტებოდა, დობრაზებოდა, საკუთარ ცოდვებს მიაწერდა და ღრმა სინანულს ეძლეოდა. უკვე საშინელ განსასწრებელ დროსაც კი არასოდეს მას პირ არ მოbrunებიან, რატომ ღმერთო, რას ქვია ჩვენგან, ამას ვიმსახურებ, ყოველთვის საკუთარ ცოდვებს ხედავ დღესაც პირობ ხშირად ისმის მორწმუნე საზოგადოებაში ძალიან წუხვარმეს კი ჩვენ ვცდილობთ ასევე ვფიქრობ მეც რომ ყველაფერი საკუთარ ცოდვების გამო მივიღოთ თუ უფალი დაუშვეს და არა ვინმეს რაღაცა და შესწომების გამო მაგრამ არ ისმის ესეთი სულისკვეთე პირიქით ჩვენ გვინდა რომ არავინ ჩვენ არ ვერჩოდეს ისევ ცხოვრობ თითქოს ისეთი ქრისტიანები და თითქოს ისეთი ქართველები ვართ რომ რას ქვია და განსასწრელი რას ქვია რომ ჩვენ ამ პრობლემას შეგვექმნას ამ ქვეყნიური ასე ეს არასწორი მიდგომა პირიქით უნდა დამდაბდეთ ცოდები მოვინანიოთ რომ ღმერთმა ეს განსასწრელი თქვა რომ მეშის დღეს არის საქართველოს რაღაც კუთხით აღარ გავშნამ თემას უფრო ვარისგან გვიხსნას ღმერთმა და არა ასეთი სულისკვეთები და როცა ერი ინანიებდა როცა ერი მოექცეოდა ქრისტეს ჯულზე ხო საკურველობა სწრაფად მოდიოდა ღვთისწყალობა და მოდიოდა ერის ხსნაც და ჩვენ რო ვაკვირდებით დღეს უნდა ვაღიაროთ რომ სამწუხაროდ ზეციური საქართველოს უფრო მეცაკეთებს ვიდრე მიწიერი საქართველოს და ქართველები ჩვენი მომავლის და ჩვენი ღვთიკურთხეული ქვეყნის და ამან უნდა შეგვაწყოს რო არა მართლაც უდიდესი მეოხება ღვთის მშობლისა წმინდანთა ზეციური საქართველოს ფარულობისა ქართველები უკვე ძალიან დიდხანს აგებდა პასუხს თავისი ცოდვების და არა სათანადო სარწმუნოების გამო მაგრამ ეს გვიფარავს და რატომ უნდა გვავიწყდებოდეს მე არ ვიცი ამ ლოცვას აღვასრულებთ ჩვენ ქრისტიანები ყოველდღიური ძილის ლოცვებში მაგალითად ასევე არის მსახურებაში არაერთ გზის მოხსენებული კვერექსში პარაკლისში როგორ ვედრით ნახეთ ღმერთს გვიხსენ ჩვენ ფალო ჩვენს და სამართად მოწევნული რისხვისაგან ანუ როგორ შეიძლება ჩვენ თქვა განახა ესეთი დიმიტრი გელოვანები ვართ რომ განსასწრელი რისხვას კი ვიმსახურებთ მაიდამე სულ წყალობას ეს არათანმდაბლური პირიქით ღმერთმა გვიხსნას რომ ჩვენ ისევ ცხოვრობთ სამწუხაროდ ჩვენი არასრულყოფილების გამო ქრისტეს წმენდისა სამშობლოს სიყვარულისა რომ ხოლო განსასწრელი გვეკუთვნის და ეს თუ არ ხდება დღეს ეს არის დიდება უფალს ღვთისწყალ უფალი სუგზელად გვითმეს
გვზრდის, კიდევ გვასწავლის, რომ აგვაშოროს რამე განსასწრელი და ამას ჩვენ გაგებით რომ მოვეკიდოთ და სიმდაბლე და არა რაღაც ამბიციებით, რომ ეგა გვაკლია რაღაც ვიღაცამ აქ რამე გვაკადროს ან შევკადროს ისეთი ქართველებით. ეს რა თქმა უნდა არასწორი. და თითქოს მიღარებული გვაქვს მხოლოდ ღვთისმშობლისთვის, რომ რა ხალხ ღვთისმშობლის წილხოდრი ქვეყანაა, აუცილებლად რა თქმა უნდა მისი შეწევნა ლოცვა და მფარველობა არ შორდება ჩვენს ქვეყანას და არ მოგვაკლოს ღმერთმა და დედა ღვთისმშობელმა, მაგრამ თავისთავად ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოთ თავად ჩვენ, ხო, თუნდაც იგივე მოყვასის სიყვარულით, რომელიც დანაკლისიც არ უნდა გქონდეს წესით. დიახ, დღეს როცა ვსაუბრობთ, აი ჩვენ მოვალეობაც არის. შემდობას ვითხოვ, რომ მოვუწოდოთ, როცა რამე პრობლემა, ხა ქართველი ადამიანი ემოციურია, ეს დიდი გავლენა აქვს მასმედიას, ეკრანს შემდეგ კიდევ დაანახულ პათოს გადმოდის ადამიანდება და ბევრი ფორი აქვს, სიმშვიდეს კარგავს, ნერვიულობს მომავალზე. ჩვენი ქვეყნის ის კარგია, მაგრამ სწორ ფორმაში რომელსაც მოვუწოდოთ ყოველ ლოცვისკენ და ლოცვას შევახსენეთ, თითქოს ამას არ იღებენ, რომ სულ ლოცვა რას მოგიტანს, სულ ლოცვა დავდგეს სულ ვილოცოთ. ჩვენ ლოცვით და ღვთისმადლით მოვით აქამდე არასოდეს მეგობარი არ ყოლია. ღვთისმადლით იყო ღვთისმშობელს მევახებით, რომ ჩვენს დიდ წინაპარ მეფებს ასეთ საოცარ გამარჯვებას ავლენ და მეტი და აღაგდა ნიშნული წინა გიორგი გვერდი ბძოდა. თორგანა თუ არაკდა ქართლის ვაჟკაცობა საბრძოლო ხელოვნ, მაგრამ ამით უთანასწორ ბრძოლაში 1-10 რაც გახდებოდი და ლოცვის უარყოფა არ შეიძლება. და ლოცვა მარტო ღვთისმშობლის იმედ დატყოფნაც არ შეიძლება. ეს გარანტია კი არა, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა აქმები წინასწარმეტყველებები და ღვთისმშობლის მევახება უფლის დაპირება, მაგრამ ამისათვის ჩვენ ხელი არ გაძლეს, არ მოგვიდეს ჩვენ გწევთ ხომ არ უნდა განვარისხოთ აი. ნახეთ აი ლოცვის და ლოცვაზე ჩვენი თავარი დიდი ძალა ფარია, მახვილია ზედმოწმე ინტერესზე და დასაცავი ფარია სარწმუნოების შემცირებისთვის, ხო? რას გულისხმობ, რომ ნახეთ აი ლოცვის სიტყვები სამწუხაროდ ჩვენ არ, იმიტომაც არ გვაქვს ლოცვის იმედი, რომ ალბათ არც ულოცულოთ, ალბათ არც უკვირდებით. რაც ეგან ფრაზა მოვიყვანე და იგივე სულ ხშირად მახსენდება ხოლმე, რომ როგორ არის ღვთისმშობლის ერთ-ერთ ტროპაში, რომ სახიერებისა წყარო ხარ შენ არის კიდევაც წყალობასა შენსა ღირს მყვენ ღვთისმშობელო. ნახეთ, ეს ღვთისმშობლის წყალობა აქვს მეოხე, მაგრამ ღირს მყვენ ადამიანს შეუძლია ეს და ქართულს უქნია, რომ ისე იცხოვრო ჯვარი წერია, რომ მისი წყალობის ღირსი არ გახდეს, ვერ გახდეს. და როგორ გძენ მე მოხდა ესა შენსა შეწოდებულსა და აჩვენ მარადის ძლიერება შენი. აქ ყველაფერია გამოთქმული პათოსი, სული როგორ უნდა ქართველი როგორ ნოცულობდეს და ასე თუ თავდაბლობა აქ არც არ ჩანს, რომ აბა შემეწია ღვთისმშობელო და აბა არ დაუშვა. პირიქით სიმდაბლე ცოდა, სიმდაბლე არის საკუთარი ცოდების განცდიდან გამომდინარე ყოველთვის თუ სიმდაბლეა და აქედან არის ასწავლა, როცა ასე ილოცებს ქართველი, როცა თუ ღმერთი დაუშვებს, არც იმ ძოლის საშეგვეშინდება და ნებისმიერ ამ ზათვარ ჩვენიერი და ეს არ არის ტრაბახის, არ არის ქადილი, ეს არის რეალობა და ღმერთი გავაკეთებინებს კიდეც იმას, მაგრამ დღეს როცა ლოცვის გვაქვს საშუალება მადლობა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ეს ცოტა სოდი ნიშნავს, რომ ღმერთის მადლი გამოვითხოვოთ, ჩვენი ცნებებით დაცვით და ქრისტიანული ცხოვრებით ღვთის სიყვარული აღვასრულოთ, მოყვასი შევიყვარო და უფალი აუცილებლად შეგვეწევა და მას ყველაფერი მასზე ძლიერი ვერავინ ვერ მოვა და ვერ დაგუშავს ვერაფერს. უფალმა აღვიქვა, რომ და ამის ისტორია სიყვარული ფაქტი გვაქვს, რომ ქრისტიანს როგორ უნდა მოცხოვრო, შენ თავზე თმის ღერიც კი დათვლილი მაქვს. ანუ თმის ღერი არ ჩამოვარდება, ისე უყვარს ადამიანს, უკაცრავად ღმერთს ადამიანი და მით უმეტეს ჩვენიერი. უნდა ვთქვათ, რომ ნახეთ, ისო პატრე შეგვაგონებს, რომ როგორ დავით მეფსალმუნეში, რომ უფალმა ძალი ერსა თვისა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერითვის მშვიდობით. ერსა მოსცეს კი არა, ერსა თვისა მოსცეს. და ამიტომ ერსა თვისა ეს ჩვენც უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწისშვილები ვარ და უფალს განსაკუთრებით ფარლობის ქვეშ ვყავართ, ფაქტია. რომელიც აქ მოგვიყვანა და ეს ძალიან დიდი იმედია, ჩვენი ძალიან დიდი რწმენა იმისა, რომ უფალი არ დაგვიტევს, თუ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაქცეთ ზურგი ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს მამა ირაკლი და დიდ მადლობას მოგეხსენებთ სტუდიაში მოგზაურობისთვის დაგემშვიდობებით. თქვენც მადლობა. ნაზავადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკევაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენს ეთერში 9 საათიანი ლოცვის დროა, გეგებს საუბრობდით ახლა სწორედ ლოცვის ძალაზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ლოცვას. ერთად ავღვევინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით შემდგომ სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა Giga obce, go
ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმაგლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Smiloda
დავბრუნდით ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას სამძიმრით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალების გამო გავრცელდა და უცვლად გთავაზობთ სამძიმრის წერილს. დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი იყო ხალხის ჭეშმარიტი მსახური და ძლიერი ლოცვის უნარით დაჯილდოებული სასულიერო პირი. მიუხედავად იმისა, რომ მამა ცნობილი მღვდელმთავარი ჰყავდა, თავიდან თვითონ საერთოდ არ ფიქრობდა რელიგიურ გზაზე. მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა კლინიკური სიკვდილის შემდეგ მოხდა. ამ პერიოდიდან მამა აკაკიმ მოღვაწეობა მთლიანად ეკლესიას დაუკავშირა და წუთისოფლის სარბიელი ბოლომდე ღირსეულად განვლო. მან მრავალი ადამიანის სული იხსნა ბოროტისაგან და ჯანმრთელობა დაუბრუნა. მადლიერი სამწყსო დღეს დიდი მწუხარებით ემშვიდობება მოძღვარს. ჩვენს გულის ტკივილით აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ შემოქმედს სავანესა თვისსა განუსვენოს დეკანოზ აკაკის უკვდავ სულს და წიაღსა შინა აბრაამისასა დაამკვიდროს იგი. ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ კი მომადლოს მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე. მომადლოს გულმხორვალე ლოცვა, მსგავსი იმისა, როგორც თვითონ ლოცულობდა მოყვასისათვის. ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 23 დეკემბერი 2025 წელი. ბუნებრივია ჩვენი გადაცემისა და ტელევიზიის სახელით ვერთდებით სამძიმარს და ვუსამძიმრებთ დეკანოზ აკაკი მელიქიძის ოჯახს და მის მრევლს, მის გარდაცვალებას. ნამდვილად. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, გრძელდება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ინიციატივით 17 და 18 დეკემბერს გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები, რომლებიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. 17 დეკემბერს გამართული კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მიერ, ხოლო მეორე კონფერენციას ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოდნა ჩხეიძე და თეოლოგიის დოქტორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ირაკლი ორჟონია. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მამაცოდნე, რამდენადაც ვიცით, მსგავსი კონფერენციები ტრადიცია, ასე ვთქვათ, აკადემიაში ყოველწლიურად იმართება პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების დღესთან დაკავშირებით და საინტერესოა ვისაუბროთ წლევანდელ კონფერენციაზე, თუ რით იყო ის გამორჩეული. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ეს საიუბილეო წლები. ყოველწლიურად თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ძალიან დიდი გულისხმიერებით ეკიდება ამ საქმეს და მთელი სასწავლებელი არის ფაქტობრივად ჩართული ამ კონფერენციებში. როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები ხდება გახსენება ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ღვაწლის, რომელიც მოგეხსენებათ არის განუზომელი და ჩვენ ყველანი როგორც მისი სულიერი შვილები ვართ მადლიერნი ჩვენი პატრიარქის, რომ აი მართლაც როგორც სულიერი სიბნელიდან, სულიერი ეგვიპტიდან გამოგვიყვანა ჩვენ პატრიარქმა და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აღორძინა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ჩვენი ეკლესია და თუ ამაზე მადლიერი არ იქნება ადამიანი, ამას დაუნახავი იქნება ამისა, ხო, ესეთი ქრისტიანი ვერ იქნება ნამდვილად. ამიტომაც ძალიან დიდი გულისხმიერებით ვეკიდებით ამ საქმეს. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი პატრიარქი, უდიდესი მოწიწება გვაქვს ჩვენი პატრიარქის მიმართ და ყველანი ქეთს ვიხრით მისი განუზომელი ღვაწლის წინაშე. და ვიხსენებთ ამ წლებს, პატრიარქის განვლილ წლებს, მართლაც ასე ვთქვათ, ცრემლიან ღამეებს, აი ამ უდიდეს ღვაწლს, რაც პატრიარქმა ჩვენთვის გასწია და ყველა კონფერენცია უნდა აღინიშნოს, რომ აი გამორჩეული არის თავისი ორგანიზებით, მომზადებულობის დონით. ეხლა პროფესორ-მასწავლებლებზე ალბათ ლაპარაკი ზედმეტი არის და სტუდენტებზე უნდა მინდა რომ ვისაუბრო განსაკუთრებით, რომ ძალიან მაღალ დონეზე აქვთ მომზადებული ეს მოხსენებები. წლევანდელი კონფერენცია გამოირჩეოდა კიდე უფრო მაღალი დონით, ასე ვთქვათ, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია სულ ვითარდება. აი გიგანტური ნაბიჯებით მიდის წინ და წლევანდელ კონფერენციაზე სტუდენტებს რომ ვუყურებდი, მართლაც აი ძალიან დიდი იმედით ავივსე, ძალიან
ძალიან დიდი ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ აი სიყვარულის განსაკუთრებული აი ამ ესეთი მომზადებული სტუდენტები მართლაც აი ჯერ არ მინახავს. იყვნენ იმდენად გამორჩეულები, რომ აი მართლაც დიდი სიამაყე იყო ეს ჩვენთვის და ეს ჩვენი სასწავლებლის, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენი რექტორის დამსახურებაა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის. დიახ, ბატონო ირაკლი, აი 17 დეკემბერს გამართული კონფერენცია რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დავალებით ორგანიზებული იყო ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის პროფესორ სერგო ვარდონსანიძის მიერ. ვინ იყვნენ მომხსენებლები და რა საკითხებს შეეხნენ ამის შესახებ რომ ვისაუბროთ? ბატონო, დიდი პატივისცემით მოგესალმებით, ასევე თქვენს მაყურებელს მოგესალმებით. ორ დღედ მიმდინარეობდა ეს კონფერენციები, აქ ითქვა უკვე ერთი იყო პირველი ნაწილი 17 დეკემბერი გახსნითი დავარქვათ ასე და მეორე დღე 18 დეკემბერი, სადაც უშუალოდ თავიდან ბოლომდე სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მე ამ შემთხვევაში 17 დეკემბერზე ვისაუბრებ ამ პირველ დღეზე. კონფერენცია გაიხსნა სასწავლებლის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ, რის შემდეგაც უკვე 4 მომხსენებელი წარდგა აუდიტორიის წინაშე. პირველი მომხსენებელი იყო თავად ორგანიზატორი, ბატონი სერგო, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, რომლის თემა გახდათ სათაური ასეთია პატრიარქის აღსაყდრება. და ორივე სიტყვით დავახასიათებ შინაარს მოგეყვებით რა ძირითადი ასპექტები, რაზე იყო ხაზგასმა გაკეთებული. აქ ბატონმა სერგომ თავის მოხსენებაში ილაპარაკა 1977 წელს მიმდინარე მოვლენების შესახებ, ვიდრე გამორჩევა მოხდებოდა ჩვენი პატრიარქისა, ის ისტორიული ექსკურსი რა წინ უძღოდა, შემდგომ უკვე უშუალოდ გამორჩევის დღე და დადგინება პატრიარქისა საქართველოს ეკლესიის საჭედპრობლად და ამ შემთხვევაში ბატონი სერგოს მოხსენება განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ ის არყვება ამას როგორც გითხრათ მშრალ ისტორიას. თვითონ არის მომსწრე ამისა, საკუთარი თვალით უნახავს და ყურით სმენია და ამდენად ეს კიდევ უფრო მეტად განაცხოველებს მოსმენილ ამ შინაარს. პირველი თემა ეს გახდათ, როგორც კი აღნიშნეთ, ბატონი სერგოს იგი წარმოდგენილი ცნობები 1977 წლის ხსენებული მოვლენების შესახებ. მეორე მომხსენებელი იყო თბილისის სასულიერო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი, ანუ მაგისტრანტი შავლეგო გაბათაშვილი. მისი თემის სათაური არის უწმინდესი და უნეტარის ილია მეორე და სასულიერო განათლება. ამ შემთხვევაში ყველაზე არსების გამოყოფთ მაგისტრანტმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო პატრიარქმა ნაბიჯ ნელ-ნელა სასულიერო სასწავლებელი უფრო დიდ სიმაღლეზე გადაეყვანა, მაგალითად მცხეთაში არსებობდა საღვთისმეტყველო კურსები. მერე საღვთისმეტყველო კურსები გარდაიქმნა სემინარიად, რაც უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. შემდგომ 1988 წელს თბილისში მოხდა სასულიერო აკადემიის გახსნა, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო ტერმინოლოგიას თუ გამოიყენებ, ნიშნავდა იმას, რომ ერთი მხრივ სემინარია გახდა ბაკალავრიატი, მეორე მხრივ აკადემია იყო უკვე მაგისტრანტურა, ფაქტობრივად ორსაფეხუროვანი გახდა სწავლა. 2013 წელს შეიქმნა, ესე იგი, სამეცნიერო საბჭო, რის საფუძველზეც უკვე დაფუძნდა მესამე საფეხური აკადემიაში დოქტორანტურა და ბუნებრივია რომ ეს კიდევ უფრო აღმატებული სიმაღლეა, ხო? და ამ კონკრეტულ ვითარებაში პატრიარქის უშუალო დამსახურების შედეგი და ნაყოფი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მსურველებს საქართველოსდან გასვლის გარეშე მივიღოთ განათლება როგორც პირველ საფეხურზე ბაკალავრიატში, ასევე გავაგრძელოთ სწავლა მეორე საფეხურზე მაგისტრატურაში და შემდგომ უკვე სურვილის შემთხვევაში აკადემიაშიც უпроსტად დოქტორანტურაში გადავინაცვლოთ და იქ ეს უმაღლესი საღვთისმეტყველო ცოდნა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავიზიაროთ. მესამე მომხსენებელი გახლდათ ასევე მესამე კურსის სტუდენტი სასულიერო აკადემიისა, არქიმანდრიტი მამა ივანე მჭედლიშვილი. მისი მოხსენების სათაური თემის არის საქართველოს ეკლესიის აღორძინება პატრიარქ ილია მეორის ეპოქაში. ბუნებრივია აქ მიმოხილული არის 77 წლიდან მოყოლებული ვიდრე დღევანდელ დღემდე არსებული ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენები. კი ბატონო, ძალიან საინტერესო და დაპირთული ისტორიული ფაქტები და განსაკუთრებით ახლა მე რაც გამახსენდა, მე ამას გიყვებით მოკლე შინაარს ჩემგან მოსმენილი ამ გამოსვლებისა, ყველაზე უფრო დიდი ხაზგასმა, ყოველ შემთხვევაში ჩემი შეხედულება ასეთია, პატრიარქის ერთ-ერთი დიდი გამორჩეული საქმე სამების საკათედრო ტაძრის აგება, რომელიც თავისი მასშტაბებით და როგორ გითხრათ ვიზუალით მართლაც საოცრებაა. და მეოთხე მომხსენებელი თქვენი მონამორჩილი ამ შემთხვევაში მე გახდით. ჩემი მოხსენების თემა იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და მე-20-21 საუკუნეების გამოწვევები. ჩვენი თემა ალბათ შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად. ერთი მხრივ შევეცადეთ რომ გვეჩვენებინა საქართველოს პატრიარქის ურთიერთობები
მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ლიდერებთან, ესე იგი მოქმედნი იქნებოდნენ თუ ყოფილნი, ეს შეხვედრები, ამ შეხვედრების შედეგად მათ დამი მიწოდებული ინფორმაცია მოგეხსენებათ 77 წლიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირია, კომუნისტური რეჟიმია და ხშირ შემთხვევაში ადამიანს, ვინც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, მეორე მხარეს გულისხმობს კი სმენიათ საქართველოს ამბავი, ჩვენი ძველი ტრადიცია, ფესვები, რომელიც რა ვიცი, უძველესი ეპოქიდან იწყებს დასაბამს და ეს მათთვის დიდი სიახლე იყო, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციის მიღება. და მეორე ნაწილი ჩვენი მოხსენების ამჯერად უკვე ეთმობოდა რელიგიურ ლიდერებთან ურთიერთობა, როგორც მართლმადიდებლებთან, ასევე არამართლმადიდებლებთან, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან და აი ეს ორი საკითხი გავაერთიანეთ, რითაც შევეცადეთ, რომ გარკვეული მოკლე მშრალი, რა თქმა უნდა, ისტორიული ექსკურსი, რითაც პატრიარქის მრავალ 10 წლეულიანი მოღვაწეობა 58 წელი სრულდება, ყველას კარგად მოგვეხსენება პატრიარქად ყოფნისა, აი საკითხები გვინდოდა რომ გვეჩვენებინა. თავისთავად ძალიან რთულია გამოარჩიო რომელიმე მიმართულება, იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს და ყველას ძალიან კარგად მოიხსენება მისი უწმინდესობის ღვაწლი, დამსახურება ქვეყნის წინაშე, ეკლესიის წინაშე, ჩვენი ერის წინაშე და ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რამდენად მრავალმხრივი არის სწორედ მისი მოღვაწეობა. დიახ, აი ზუსტად ეს ცდილობა გქონდა, როგორც დავარქვათ ასე პირობითად პოლიტიკური ნაწილი, თუმცა ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე მხრივ რელიგიური შემადგენელი, როდესაც მაღალ იერარქებთან, სასულიერო პირებთან ხდებოდა შეხვედრა მთელი ამ 58 წლის განმავლობაში. დიახ, მამაცოტნი, 18 დეკემბერს ჩატარებული კონფერენციაც ბუნებრივია მიეძღვნა უწმინდეს. რა საკითხზე გაამახვილეს 18 დეკემბრის კონფერენციაზე უშუალოდ მოხსენებლებმა ყურადღება ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ? დიახ. მეორე დღესაც მართალს ვბრძანებთ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პატრიარქის გარშემო ტრიალებდა ეს თემები, თუმცა ამ შემთხვევაში ეს თემები იყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის კონტექსტში. სტუდენტები იყვნენ წარმოდგენილნი აბსოლუტურად ყველა ფაკულტეტიდან, ასე იგი მთელი ყველა ფაკულტეტს ყავდა ერთი მაინც მინიმუმ ერთი წარმომადგენელი სტუდენტის სახით და მათ წარმოადგინეს მოხსენებები, როგორც რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ასევე წინა პატრიარქების ლეონიდე ოქროპირიძის, წმინდა კალისტრატე ცინცაძის და ასევე იმერეთის ეპისკოპოსის წმინდა გაბრიელ ქიქოძის ქადაგებების, ესე იგი, დამუშავების და ანალიზის შედეგად. მათი ქადაგებები იყო გადამუშავებული სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლისა და ქართველთა მისიის თვალთახედვით. და თქვენის ნებართვით წავიკითხავ რამოდენიმე მოხსენების სათაურს. ეს არის მაგალითად ქართული იდეა, მოსიყვარულე გული, წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ, ჩვენ ყოველთვის ჯვრით ვიცავდით თვითარსებობას, წიგნობრობის ჭირის უფალი, ქრისტიანობა ნანინათი, გზა განათლებული სარწმუნოების ლამპრით. დიახ. კიდევ სხვა მოხსენებებიც იყო წარმოდგენილი და ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი თავისებურება ამ მოხსენებებისა ის იყო, რომ აი ნახეთ, განსხვავებული სათაურებია აბსოლუტურად, ხომ? მაგრამ ეს იყო წარმოდგენილი ისეთი ორგანიზებით, ისეთი თანმიმდევრულობით, რომ საერთოდ წვეტის შთაბეჭდილება არ მქონია. ეს მოწმობს იმაზე, რომ სტუდენტები ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს. მთელი თავისი არსება, გონება, რა ვიცი, შრომა ჩადეს ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა, ეს თემები გადის რეცენზირებას. ჩვენი პედაგოგები, ყველა კათედრასთან მოგეხსენებათ ძალიან ბევრი მიმართულების კათედრა ფუნქციონირებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ყველა სტუდენტს აქვს საშუალება, რომ მივიდეს ნებისმიერ კათედრაზე და მას ძალიან დიდ დახმარებას გაუწევენ. ეს რეცენზირება გასული, ესე იგი, ეს რეცენზირება იყო, ესე იგი, ჩატარებული ამ მოხსენებებზე და ეს ყველაფერი მოწმობს, აი, მთელი სასწავლებელი იყო ჩართული. როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, ასევე საღვთისმეტყველო მიმართულების კათედრები და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ და მართლაც აი ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშა ვარ. დირექტორი და პროფესორი გიორგი ზიადაძე თავისთავად, რომელმაც ორივე კონფერენცია მის სამებელი სიტყვით გახსნა და ისაუბრა ასევე მისი უწმინდესობის უდიდეს ღვაწლზე.
დიახ, მამა გიორგის ესე იგი როგორც მისასალმებელი სიტყვა, ისევე დასკვნითი სიტყვა, კომენტარები კიდევ ცალკე ალბათ საუბარს საჭიროებს, ცალკე აღნიშნოს, ვინაიდან ის გამოირჩევა ყოველთვის ძალიან დიდი პროფესიონალიზმით. ისე წარმოთქვამს ხოლმე სიტყვას, რომ მართლა ყველა ძალიან დიდი გულისყურით უსმენთ და ვიღებთ აი მაგალითს, აი ძალიან დიდი მაგალითია ჩვენთვის, რას ნიშნავს პროფესიონალიზმი მართლაც და მის ამ კომენტარებშიც კი ძალიან დიდი ამომწურავი ინფორმაცია გვეძლეოდა ჩვენ და ძალიან ბევრ ასპექტს შეეხო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლის შესახებ. ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ ასევე საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას მსოფლიოსთან. აი ამის შესახებ რომ ვისაუბროთ, რამდენად ინფორმაციული იყო და რა შესაძლებლობას იძლევა ზოგადად ამ კუთხით ინფორმაციის მოწოდება და მოხსენებებით წარდგენა. დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენ აი მეორე ნაწილზე გავამახვილებთ ყურადღებას და კონკრეტული ისტორიული ფაქტები ჰქონდა დამოწმებული თუ ვისთან მოუწია მთელი ამ 48 წლიანი პატრიარქობის განმავლობაში ჩვენს უწმინდეს კავშირი, მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მეგობრული ურთიერთობები, იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად სრულიად აფრიკის პაპი ყოველწლიურად ჩამოდიოდა საქართველოში და გამოვიყენებ ამ სიტყვას გარკვეულწილად ისვენებდა კიდევ ჩვენ ქვეყანაში, მათ შორის ხევშიც ყოფილა თურმე დაპატიჟებული წაყვანილი და აი როდესაც იქ არსებული ვითარება ნახა ადამიანებთან, ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობაში შევიდა, მისი სიტყვები ასეთი შინაარსის არის, რომ ესე იგი ქართველი ადამიანისთვისო, როგორც ჩანს, სტუმარი ღვთისწყალობა არის, როგორც ბიბლიური ამ გამორჩეული მოღვაწეებისთვის და ამ შემთხვევაში პარალელია გავლებული წმინდა წერილთან, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ეს მოღვაწეები შესაბამისი თხრობაა დაცული წმინდა ძველი ათქმის ისტორიები გულისხმობა ძირითადად თავიანთი სტუმართ მოყვარებით, კაც მოყვარებით გამოირჩევიან, მათთვის მართლა წყალობაა ღვთისა, თუნდაც დიდი მამამთავარი აბრაამი, ხო, ელოდება, ვინმე გამოჩნდეს უცხო რომ იმისთვის რათა სახში შემოიყვანოს და აი რაღაცა ეს პარალელები გაავლო მან და ჩვენი ხასიათის როგორც ჩანს თავისებურება დაიჭირა, დაინახა და შემდგომ აღნიშნა კიდევაც და აი ეს მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, რომ სხვადასხვა ურთიერთობა, სხვადასხვა ეპოქაში შემდგარი წარმოგვეჩინა, ბუნებრივია ეს მშრალი ინფორმაცია, რაც რაღაც განსაკუთრებულ სიღრმეებს ჩვენ ამ შემთხვევაში საკონფერენციო მასალების გათვალისწინებით ვერ შევძენდით, მაგრამ ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ინფორმირებული ყოფილიყვნენ ჩვენი სტუდენტები ამ მიზანდასახულობით შემოგვიყვეთ ეს სხარული. აკადემია და სემინარია გამთლიანებულია პატრიარქის მიმართ სიყვარულში და ეს კონფერენციებიც თავისთავად არის უწმინდესადმი უდიდესი სიყვარულის მოწიწებისა და პატივისცემის გამომხატველი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ხმანდელ დღეს და დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმრები გახდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღველი ცოტნე ჩხეიძე და თეოლოგიის დოქტორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ირაკლი ორჟანია. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავხვდებით კლავ სტუდიაში.
დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად 22-23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ოკუპირებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები. ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლის თავს. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის მხარდაჭერით და საპატრიარქოს უწყებათა ელექტრონული მომსახურების სამსახურის ორგანიზებით. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი ნონა ქარაია და ისტორიის დოქტორი პროფესორი ქალბატონი ლია ახალაძე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, მადლობა დღევანდელ დღეს და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დილამშვიდობისა, მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და გარდა ამისა მადლობა მინდა გადავუხადოთ თქვენს ტელევიზიას აფხაზეთის საკითხის და კონკრეტულად აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ხშირად გაშუქებისა და ამ საკითხის აქტუალიზაციისათვის. დიდი მადლობა თქვენ. უნდა ვისაუბროთ სწორედ სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთი კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები ამ სახელწოდებით. პირველ რიგში რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს სრულიად საქართველოს, რაც შეეხებოდა კონკრეტულად, სახელწოდებიდან გამომდინარე გასაგებია ყველასთვის, თუმცა კონკრეტულად რომ დეტალურად ვისაუბროთ, რა იყო მისი მთავარი მიზანი და რა საკითხებს შეეხნენ მომხსენებლები. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს საპატრიარქო ყოველწლიურად უძღვნის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას აფხაზეთის ისტორიას, კულტურასა და გარდა ამისა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს საერთაშორისო კონფერენცია, წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის აღსაყდრებისა და დაბადების იუბილეებს და ამით უფრო განსაკუთრებული იყო წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მეცნიერები. განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა თურქეთის მხრიდან ჩართულობას, ქართული დიასპორის ჩართულობას აი ამ საერთაშორისო კონფერენციაში და ასევე მონაწილეობდნენ გერმანიიდან ქართველი მეცნიერი, ასევე ავსტრიიდან და რა თქმა უნდა ძირითადად ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაზე მუშაობს ქართველი მეცნიერები და შესაბამისად ქართველი მეცნიერები საკმაოდ სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილნი. აღნიშნულ კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ჩართული იყო შერიგების სამინისტრო, ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის მთავრობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური, ქალბატონი ნონა და მისი სამსახური და ჩართული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარმოდგენილი იყო რექტორი და ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორა საკმაოდ ფართოდ. კონფერენციისათვის მნიშვნელოვანი თემები იყო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მე ორ საკითხთან დაკავშირებით გავამახვილებდი ყურადღებას. პირველი ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა წმინდა გაბრიელ ქიქოძის დაბადებიდან 200 წლისთავისად მიზღვნილი მონოგრაფიული კვლევის, ეს არის პროფესორ ჯემალ გამახარიას მონოგრაფიული კვლევა წმინდა გაბრიელ ქიქოძისადმი მიზღვნილი. ეს მონოგრაფიული კვლევა 2025 წელს გამოქვეყნდა. პირველად ბატონმა ჯემალმა წმინდა გაბრიელ ქიქოძეს მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევა და ისტორიული დოკუმენტები 2007 წელს, მაგრამ წელს გააფართოვა, მან გაცილებით უფრო მეტი ისტორიული დოკუმენტი შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში და ეს არის დაახლოებით 1000 გვერდამდე წიგნი, აქ მაქვს ეს წიგნი წარმოდგენილი. წიგნში არის წარმოდგენილი როგორც თვითონ პროფესორ გამახარიას გამოკვლევა, ასევე დოკუმენტები, კომენტარები და საძიებლები და წინაპლანზე წამოწეული არის ჩვენი წმინდა გაბრიელ ქიქოძის საქმიანობა აფხაზეთში. ეს არის მისი უზარმაზარი 8 წელი, რომელიც არა მარტო ესე ვთქვათ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიისა და საეკლესიო ეპარქიის საქმიანობას ეძღვნება, არამედ თვითონ აფხაზი ხალხის როგორც ეთნოსის გადარჩენის საკითხსაც ეძღვნება და ამის შესახებ აქ უამრავი ისტორიული დოკუმენტი არის წარმოდგენილი. ეს წიგნი იძლევა ახალი ინსპირაცია შეიძლება ითქვას ახალი კვლევებისათვის, მომავალი მეცნიერებისათვის, იმიტომ რომ ისტორიული დოკუმენტების დიდი ნაწილი არ არის ესე ვთქვათ ისტორიულ წყაროწოდების თვალსაზრისით გაანალიზებული.
მეორე საკითხი, რომელზეც მე აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება, არის აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები და კონკრეტულად ეპიგრაფიკული ძეგლები, ანუ წარწერები, რომელიც არის იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარკერი. ამ წარწერებზე გქონდა ჩვენ მოხსენება და ამ მოხსენების ფარგლებში ჩვენ რამდენიმე ახალ წარწერაზე ვისაუბრეთ. კონკრეტულად საუბარი არის იმაზე, რომ ოკუპაციის შემდგომ აფხაზეთში დაახლოებით 10-ზე მეტი წარწერა არის შემოსული სამეცნიერო მიმოქცევაში. ანუ მარტო ჩვენი იქიდან გამოდევნის შემდგომ 10-ზე მეტი წარწერა იქნა აღმოჩენილი. და საერთოდ აფხაზეთის ეპიგრაფიკული ფონდი 100-მდე წარწერას მოიცავს და ახლა უკვე ჩვენ 110 წარწერა გვაქვს უკვე. ახლა რაოდენობრივად ეს წარწერების რაოდენობა გაიზარდა. ეს არის როგორც ლაპიდარული, ანუ ღრმა კვეთით შესრულებული წარწერები, ეს არის აგრეთვე ფრესკული წარწერები და ჭედური წარწერები ერთიანობაში. ეს არის უზარმაზარი წერილობითი ფონდი, რომელიც იძლევა იმის თქმის საშუალებას, თუ ვინ იყო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელ ენაზე ახდენდა ეს მოსახლეობა იდენტიფიკაციას და ასე შემდგომ. საკუთარი თავის იდენტიფიკაციას რომელ ენაზე წერდა, რომელ ენაზე ლოცულობდა და ღვთისმსახურებას აღავლენდა. ასევე საერთაშორისო კონფერენციაზე ყურადღება იქნა გამახვილებული იმ საკითხებზე, რომ აი ახალ წარწერებს შორის არის ისეთი ისტორიული პირები წინა პლანზე, მაგალითად 2019 წელს თქვენს ეთერში პირველად ვაჟღერებ, ამაზე ზოგადად პირველად ვაჟღერებ ტელევიზიაში ამ ინფორმაციას. 2019 წელს აღმოჩნდა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ახალი წარწერა, რომელშიც ვარდან ერისთავი არის დასახელებული. ეს არის ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული თამარ მეფის სამეფო კარზე მოღვაწე ვარდან ერისთავთან, რომელიც გახლდათ სახურთუხუცესის თანამდებობას იკავებდა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამეფო კარის, ესე ვთქვათ, ესოდენ მაღალი მოხელის იქ წარწერაში დაფიქსირებას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს რეგიონი ვარდან დადიანის სამწყსო იყო და მის მიერ იქნა წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი აგებული გალის რაიონის, აი ამ კონკრეტულად საბერიოში. გარდა ამისა, ანუხვის წარწერა წელს 2025 წელს აღმოჩნდა ეს წარწერა, ამის შესახებ იყო საუბარი ტელევიზიითაც. ანუხვაში აღმოჩნდა უკვე მე-6 წარწერაზე არის საუბარი. ეს არის ბიბლიური პატარა ტექსტი, რომელიც ქართული ასომთავრურით არის ესე იგი ამოკვეთილი. ამ წარწერებს თუნდაც ერთი გრაფემაც რომ იყოს, ხო, ძალიან დიდი კულტურული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც თითქმის და პალეოგრაფიული თვალსაზრისით, ანუ ანბანის შესწავლის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ჩვენი ანბანი სამსაფეხურიანი არის, ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული და ეს მიუთითებს ქართული ანბანის უზარმაზარ მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და ყველა სამივე ანბანი არის წარმოდგენილი მაგალითად ანუხვის ტაძარში. ამ პატარა ტაძარში არის სამივე წარწერა დაფიქსირებული. და კიდევ ერთ წარწერაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს გახლავთ ბედიის ტაძარში აღმოჩენილი წარწერა, რომელიც 2000-იანი წლების 1000 წლეულის დასაწყისში აღმოჩნდა. ის პირველად წაიკითხა პროფესორმა ვალერი სილოგავამ და მასში გვარი ფარესაზზე დაფიქსირდა, მაგრამ ახლახან ჩვენს მიერ თავიდან იქნა წაკითხული ეს წარწერა და მასში ფიქსირდება პირველი ბედიერი მთავარეპისკოპოსი იოანე ფარესასზე და პირდაპირ მთავარეპისკოპოსი იკითხება წარწერაში, რაც ერთ-ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურებაა იმისა, რომ ბედიის საეპისკოპოსო კათედრა იყო უმნიშვნელოვანესი საეპისკოპოსო კათედრა საქართველოს ეკლესიისკენ და ზოგადად საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი საეპისკოპოსო კათედრა იყო. და ღუმურიშის წარწერებზე შემიძლია ვისაუბრო. 2006 წელს აღმოჩნდა აქ სალომე ანჩაბაძის წარწერა. ეს არის ეპიტაფია სალომე ანჩაბაძე მის მეუღლეს კიაზო ემხვარს უდგამს საფლავის ქვის ეპიტაფიას და დასტირის ახალგაზრდა გარდაცვლილ მეუღლეს. ეს საფლავის ქვის ეპიტაფია პირველად 2006 წელს იქნა გამოქვეყნებული ჩვენს მიერ, მაგრამ დაზუსტა ახლა და ახლახან ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გამოქვეყნებულ ჩვენს ნაშრომში იქნა კიდევ მეორე დაზუსტებული გამოქვეყნებული. გარდა ამისა, ღუმურიში კიდევ მრავალი წარწერა არის აღმოჩენილი, რომელშიც არის დაფიქსირებული საფლავის ქვის ეპიტაფი და სახელები და გვარები, მათ შორის ემხვარები, ანჩაბაძეები, რომლებიც ადგილობრივი ფეოდალები, მსხვილი ფეოდალები იყვნენ. ამ საერთაშორისო კონფერენციას დაუბრუნდები ოროდი სიტყვით და მინდა აღნიშნო, რომ მსგავსი კონფერენციები აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის
შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული მხარე არის ამ რეგიონის ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ის რომ საქართველოს საპატრიარქო ყოველწლიურად უძღვნის საერთაშორისო დონის კონფერენციას, აი ესეთი მაღალი რანგის კონფერენციას ამ კონკრეტულ თემას, იმაზე მიუთითებს, რომ ქართული მხარე არის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ საკითხის. კეთილი, ქალბატონო, თქვენ წარმოადგენთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურს და თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა. საინტერესოა ასევე თქვენი სამსახურის საქმიანობა, თუ რამდენად ჩართული არის ამ ღონისძიებებში და რა სიახლეები გაქვთ ამ კუთხით მნიშვნელობის შესახებ უკვე გარკვეულწილად ითქვა და თქვენ მხრიდანაც მოვისმენთ. დიდი პატივი იყო ამ კონფერენციაში მონაწილეობა. მართალია პირველად მივიღე მონაწილეობა საპატრიარქოს მიერ ყოველწლიურად აი ამ მიმდინარე ღონისძიებებში, მაგრამ სხვა კონფერენციებში ბევრჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი თემა ძირითადად შეეხებოდა იქ არსებულ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშია ახლა აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები, ანუ მატერიალური ძეგლები. და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე შავ არქეოლოგიაზე, რომელსაც თვითონ აფხაზური მხარეც ძალიან წողს. აი ძალიან დიდი პრობლემაა უდგათ ახლა მათ ამ კუთხით. იმიტომ რომ უკანონოდ მიდის ძალიან ბევრ ადგილას გათხრები, ამით ძალიან დიდ ზიანს აყენებენ იქ არტეფაქტებს. და თქვენ წარმოიდგინეთ ამ გათხრებში ყოველთვის მონაწილეობას ღებულობენ რუსეთის წარმომადგენლები, თვითონ აფხაზურ მხარის სპეციალისტების ნაკლებობა, ფაქტობრივად არ ყავთ სპეციალისტები, ამიტომ გააქვთ ეს არტეფაქტები მიზნით, რომ რესტავრაციას გაუკეთებენ და უკან აღარ აბრუნებენ. ანუ აბრუნებენ ძალიან მცირე უმნიშვნელო ნაწილს და მე ეს არტეფაქტები ხვდება სხვადასხვა მუზეუმის კოლექციებში, სოთბის აუქციონსაც კი მოხდა, გაიყიდა და აი თვითონაც ძალიან შეწუხებულები ვართ ამ ფაქტით და რა თქმა უნდა ჩვენ აღშფოთებას გამოთქვათ ყოველწლიურად ჩვენი სამსახური უტყუარ ფაქტებზე მოპოვებულ ინფორმაციებზე ვაწოდეთ ამ ინფორმაციას ჩვენ სამთავრობო უწყებებს, რომ შემდეგ იუნესკოში ჟენევის ფორმატში იყოს გამოყენებული და რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ გაიგოს ამის შესახებ. რა გამოხმაურება მოყვება ხოლმე ამ ყოველთვის ხავთ? იცით რა არის, რო გითხას რომ ხა რამე შედეგს მივაღწიეთ, მეთქი არა, მაგრამ ძალიან დიდი იმედის მომცემია, რომ თვითონ აფხაზებშიც უკვე შეინიშნება აი ეს პროტესტის მუხტი და მე ვფიქრობ, რომ ესეც გამოსაყენებელია. ჩვენ ძალიან ბევრ როგორ გითხრათ შეშფოთებას, აღშფოთებას გამოთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოთქვავენ, მაგრამ იმის იქეთ არაფერი. თქვენ იცით, რომ მათ არ უნდათ ქართულ სპეციალისტებთან თანამშრომლობა, ან თუ არსებობს რაიმე შეხების წერტილი ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც მაგალითად რუსულ მხარესთან აქვს. ეხლაც დადეს ხელშეკრულება, სადაც ერთობლივად უნდა აწარმოონ ისევ გათხრები, კვლევები, დაცვა, კონფერენციები და არსად მონაწილეობას ქართული მხარე არ ღებულობს და ეს რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულია და ამიტომაც აი არა აქვს მნიშვნელობა შედეგი გამოიღო თუ არა იმან რომ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ ჩვენ თუ ყურადღება მოვადუნეთ საერთოდ ამ იმიდან პროცესიდან გვერდზე დავრჩები და ამიტომ არ ვადუნებთ ყურადღებას და ყოველთვის ვამახვილებთ ამ კუთხითაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და გავამახვილოთ ყოველთვის ამ იმედი აქეთ შეიძლება სამომავლოდ რეალობა. მაინც ფიქრობ, იცით რა არის, იყო ერთხელ ესეთი ფაქტი, სახელდაგვარებსაც ვწერდით, რომ საიდან მქონდა ინფორმაცია და მე ძალიან ცუდი შედეგი დამთავრდა იმ პიროვნებისათვის. ანუ ისინიც აქცევენ ამას ყურადღებას და იყო კიდევაც მე ისე მოგვივიდა ფაქტი, რომ აი რა დონეზე არიან ქართველები ჩართული, როგორ იგებენ ამ ინფორმაციას, მათ იციან, რომ ჩვენთვის ყველაფერი ნათელია და ჩვენც გული ვტკივა როგორც მათ და საერთოდ ჩემი გამოსვლაც იმით დაიწყო რომ კულტურული მემკვიდრეობა არ არის მარტო ქართველთა და აფხაზთა, ეს არის ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრობით შექმნილი და არის ზოგად საკაცობრიო და ამიტომ მეც ვფიქრობ რომ ზუსტადად საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული ამ კულტურული მემკვიდრეობის ასე ვთქვათ გადარჩენით, იმიტომ რომ მართლა სავალალო მდგომარეობაშია ის რომ არტეფაქტებს უთვლიდნენ ძეგლებს ეს ცალკე თემაა და ძალიან ხშირად გაჟღერებულა, მაგრამ წელს მაგალითად გავამახვილე ყურადღება ბედიაზე, იმიტომ რომ მართალია სახურავი შეცვალეს, მაგრამ
გუმბათი იცით რომ დროებითი გადახურვა აქვს გუმბათს და შესაძლებელია და ისევ რო სპეციალისტებს იწვევენ, ისევ იმის შიში გვაქვს რომ შეიცვლება ფორმა და ავთენტურობას დაკარგავს ძეგლი და ძალიან მინდა რომ ამასაც მიაქცევენ ყურადღება რომ ეს არ მოხდეს და იცით ამაზე ვისაუბროთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სიდამატებაც გსურთ ქალბატონო ლია და ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციაში, ესაც რომ გითხრათ. დიახ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობაზე ქართული კულტურის ისტორიაში და ქართული ხელოვნების ისტორიაში ზოგადად და მინდა ხაზი გაუსვა ასევე რომ მან ძალიან ბევრი და საინტერესო ფაქტები მოიყვანა თვითონ უწმინდესისა და უნეტარესის საქმიანობიდან აფხაზეთში მოიხსენებათ ის არის ამავე დროს ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. ასევე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე რომ ჩვენმა აქტიურობამ შედეგი ის გამოიღო, ხაზ გავუსვამ ახლა ქალბატონმა ნონამ ისაუბრა რა შედეგი გქონდა ჩვენი შედეგი ის იყო რომ თუ დაუშვათ ოკუპაციის პირველ ეტაპზე 90-იან წლებში აფხაზები ან 2000-იან წლებში აფხაზები საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას ამ მატერიალურ კულტურულ ძეგლებს, აფხაზების უბრალო აფხაზი მოსახლეობა შებრუნდა ამ ძეგლების მიმართ და მათაც დაიწყეს ამ ძეგლებზე ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ მანამდე, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებით აქედან, მათი მხრიდან იყო ნული რეაქცია. დღეს არის ეს რეაქცია, დღეს ისინიც აპროტესტებენ, როდესაც რომელიმე ძეგლი გაფუძნდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ 2025 წელს აღმოჩენილი წარწერა დოროთე ვეიდბარმა გამოიტანა ტელევიზიით და აჩვენა, ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ისინი ამ ძეგლების ღირებულებაზე ფიქრობენ და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, რომ ჩაერთნენ ამ პროცესში. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნონა ქარაია და ისტორიის დოქტორი პროფესორი ლია ახალაძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ჩვენი გადაცემაც დასრულდა. გეგიდემ სიწვერიძე, სოფიო კუჭავა ამ დროის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიყავით. მადლობას მოგხსენებთ ყურადღებისთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ დროებით.